ტრადიციულად ორშაბათია დღეს და რა თქმა უნდა მამა კახაბერი უკვე სტუდიაშია მე მას მირესალმები მოგესალმებით ჩვენ და ჩვენ ძირფას მაყურებელს დღეს აუცილებლად დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვართ სასაუბროთ და მე მაქვს ერთი კითხვა და რომ მაქვს დავწვა ეს კითხვა არ შემიძლია აი მაგალითად მამა კახაბერი აი მე წავიკითხე ჯერ ბიბლია, შემდგომ სახარება, ოთხთავი, გავეცანი ყველა ლიტერატურას და რაც თავარია ვცხოვრობ იმ ცხოვრების წესით, რომელიც ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, ჩემზე არ ლაპარაკი ადამიანზე ზოგადად, რომელიც სწორედ ამ წმინდა წერილებში აღწერდა, რომელიც მაცხოვარმა ჩვენ დაგვიწესა კიდევ მანამდე 10 წნება და ყველაფერს ამას მივსდევ. ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ. აი ასეთ შემთხვევაში მე რა მაინტერესებს იცით რომ აუცილებლობა რაშია მღვდლის მოძღვრის იმისათვის რომ მე როგორც ქრისტიანმა რომელსაც ვირწმუნე ეს სარწმუნოება ვაღიარე და ჩემი ცხოვრების წესად გავიხადე აი რაში მეხმარება ან რატომ არის აუცილებელი მღვდლის არსებობა ჩემს როგორც რიგით მორწმუნის ცხოვრებაში თუ არის ცოტა ისეთი უაზრო კითხვა და თუ არა როგორ გეკადრება მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ ეს კითხვა ბევრ შეიძლება აქტუალურია ძალიან აქტუალურია და მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი ამის შესახებ საუბრობს და რაღაცნაირად მტკიცებით ფორმაში საუბრობს ვიღაცა რომ საჭიროა და ვიღაცა საჭიროა არ არის საჭირო ხო ჩვენ ახლა ნახოთ რა არის ეკლესიური სწავლება და ჩვენ დიახ აი ამიტომ ვარ ჩვენ აქ საზოგადოებამ გაიგოს როგორ ასწავლის ეკლესია იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რადგანაც გადაწყვეტილება ესეთი იყო ჩვენი რომ მღვდლობის საიდუმლოს შესახებ გვესაუბრა ეს კითხვა პირდაპირ ამას მიემართება და შესაბამისად ძალიან ლეგიტიმურია. ნამდვილად უნდა გვესაუბრა რომ არ დაგესვათ მე ალბათ ვალდებულებაც მექნებოდა რომ ამ თემაზე მესაუბრო. ეხლა საქმე რაში გახლავთ რომ მღვდლობა არ არის რაღაცა ის ინსტიტუცია რომელიც ამ ქვეყნად იქნა გამოგონილი ან რაღაცა ესეთი სპეციალური სასწავლებელი შეიქმნა ამისთვის რომ მღვდლები გამოვიყვანოთ ჩვენ და ესე იგი მღვდლებად გავზარდოთ ადამიანები შეიძლება ამისი სურვილი გქონდეს მაგრამ ეს ასე არ ხდება სულ რომ ყველა უნივერსიტეტი დაამთავროს ადამიანმა და წმინდა წერილის ზეპირად ისწავლოს და ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ეს მღვდლობისთვის მომზადება ადამიანისა მღვდლობა აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს თავის თავში სულიერ მდგომარეობას გულისხმობს, იმიტომ რომ მღვდლობა არის ღვთისმსახურება. დიახ. აი ახლა მე ვსვამ კითხვას რომ როგორ უნდა მივემსახურო მე ღმერთს? რაში სჭირდება ღმერთს ჩემი მომსახურება? მე თუ რამეს არ გავუკეთებ, რამე დააკლდება მას და თუ გავუკეთებ, მიემატა ეს ხო რაღაცა ბავშვური რაღაცა ის არის გულუბრყვილო ნათქვამია. ამიტომაც მღვდელმსახურება არის ადამიანთა მსახურება. და ეს მღვდელმსახურება არის გამეორება ქრისტეს მსახურებისა, იმიტომ რომ სინამდვილეში მღვდელი არის ქრისტე. და დიდი მღვდელი შეიძლება ესე ითქვას და მისგან გამომდინარეა სამღვდელო მსახურებები, მე მის მიერ დადგენილი და მისგან გამომდინარე, იმიტომ რომ როგორც მან შესწირა თავისი თავი, ადამიანს თავის მსახურება შესწირა შეიძლება ითქვას და თავისი სიცოცხლე შესწირა სწორედ ესევალება მღვდელს რომ ესე უნდა შესწიროს ეხლა შეიძლება პირდაპირ გაგებით ესე არ მოხდეს ცხოვრებაში რომ არავინ არ გამომეკიდოს ბატონო ხმლით და ხანჯლით მოსაკლავად რომ სარწმუნოება ვარყავიო ხო მაგრამ ჩემი შეწირულობა არის ის რომ მე უნდა დავიხარჯო ადამიანებისათვის და ადამიანებს რაში ჭირდებათ ეს ხო აი ახლა აქამდე მივალ თქვენ გავიგე რაში ჭირდებათ იმიტომ რომ თქვენ ემსახურებით ღმერთს და ადამიანს აი ადამიანს როგორ ემსახურებით აი ეს ნაწილი მაინტერესებს აი ახლა მოგახსენებთ ამას ჯერ დავიმოწმოთ წმინდა წერილი რომ მოციქულები გამოარჩია მაცხოვარმა იმისთვის რომ ეკადაგათ და მოხდა მათი ხელდასხმით მოხდა მათზე ესე იგი გადასვლა საღვთო მადლის ამის შემდგომ ჩვენ სულთმოფენობის დღესასწაული ვიცით სხვაში უამრავი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ და ამავდროულად წმინდა წერილში ისიც წერია რომ ეს მოციქულები რომ დადიოდნენ ხუცესებს აკურთხებდნენ რომ ყოფილიყო დამოძღვრელი და რომ ყოფილიყო საიდუმლოებების აღმასრულებელი მაგალითად იმისთვის რომ ადამიანს უნდა ეკლესიის წიაღში შემოსვლა მან უნდა გაიაროს რაღაცა გარკვეული კატეხიზაციას ვეძახით მაგრამ რომ არ დავაბნიოთ ჩვენი მსმენელი ამიტომ ასე ვთქვათ რომ აი მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის რომ გააზრებულად შეხვიდე შენ ამ ეკლესიაში და არა ტრადიციის და არა ბაბუის ხათრის გამო რომელიც თურმე შეიძლება მორწმუნე იყოს და გაძალებდა შენ რაღაცა სარწმუნოებას და შენ არ გინდოდეს ამიტომაც როდესაც გააზრებულად მიდიხარ ხუცესის მოვალეობა უპირველეს ყოვლისა ეს იყო რომ საგანმანათლებლო იყო და მეორე ამ საიდუმლოს აღმასრულებელი იყო იმიტომ რომ
მოქმედება ჩვენთან ყველა შემთხვევაში ნებისმიერი საიდუმლოება, რომელიც სრულდება, არც ერთი მღვდელი არ ამბობს ამას, რომ მე შენ გნათლავ. არც ერთი მღვდელი არ იტყვის, რომ მე ვაკურთხებ. არც ერთი მღვდელი გამორიცხულია საიდუმლოებაში ესეთი ლოცვა არ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აღმასრულებელი არის ქრისტე, უბრალოდ ხელები ხარ მისი. ამ შემთხვევაში თქვათ, წყალი რომ დავასხი, ქრისტეს ხელები არის, ეს ქრისტემ გამოიყენა ჩემი ხელები, მოკლედ ასე შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა მატერიალური რაც აღესრულება, მატერიამ უნდა აღასრულოს ეს და ამ შემთხვევაში მე როგორც მატერიალური ადამიანი, იმიტომ რომ ქრისტე როგორც სული ამ შემთხვევაში ღმერთკაცი, მაგრამ ზეცაში მყოფი და ღმერთი როგორც სული არ აღასრულებს მატერიასთან ურთიერთობას სხვანაირად თუ არა თავისი კაცობრივი ბუნებით და ეს კაცობრივი ბუნება ამ შემთხვევაში ჩემით აღესრულება რომ მე უბრალოდ ცოტა გავამევიდა შესრულება ხდება უბრალოდ შესრულება ჩემი ხელებით რომ ხდება მაგალითად ვაზიარე მოსული ადამიანი მაგალითად აღსარება მივიღე ეს იმას კი არნიშნავს რომ მე მაქვს შენდობის უფლება მე მაქვს ძღვენის კურთხევის უფლება არა ამას ქრისტე ღმერთი აღასრულებს ყველაფერს უბრალოდ ჩემი ხელებით ხდება ეს. ამიტომ სამღვდელო მსახურება სწორედ ქრისტეს მსახურებაა. რომ ქრისტე აღასრულებს ამას, უბრალოდ შენი ხელით მოქმედებს. ამიტომ არის აუცილებელი. მოდით ესეც დავაზუსტოთ მაგახლა. იმიტომ რომ ნახეთ თუ ეს არ მოხდა, მე არა ვარ მორწმუნე, ესე იგი მე არ მწამსუფალი, აუცილებლად ვიღაც მეორე ადამიანმა, ანუ ადამიანმა, ამ შემთხვევაში შეიძლება ის განასახიერებს რაღაცნაირად ღმერთის აღასრულებს ნებას ან აკეთებს ამას, მაგრამ რატო აი მე მაგალითად ვარ მორწმუნე და რატომ არის აუცილებელი რომ ვიღაცამ გააკეთოს ეს და ეს იქნება აუცილებელი კავშირი. აი ამ ფუნქციის დაზუსტება მინდა ამ შემთხვევაში მე, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველა ვარიანტში მივდივართ რწმენასთან. ყველაფერი მიდის რწმენასთან. რწმენა რა არის? რწმენა პირველ ყოვლის არის აღიარება იმისა, რაც დაგვიტოვა უფალმა. უფალს არაფერში არ ჭირდება, როგორც ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ ყოველ დღე ადიდო და თქვა, რომ ოდიდო უფალო, ეს შენ გულში უნდა განადიდო პირველ ყოვლისა და იცხოვრო ისე, როგორც მან გითხრა, რომ იცხოვრო. მე მესმის, რომ როდესაც იყო დრო, როდესაც არ იყო არანაირი საშუალება, უდიდესი მისია ჰქონდათ მოძღვრებს, საგანმანათლებლო და ქრისტიანობის როგორც მოძღვრების, ანუ ცხოვრების წესის გავრცელების. დღეს, როდესაც უფრო დიდი ხელმისაწვდომობაა იმისათვის, რომ განათლების მიღება, ანუ პირდაპირი გაგებით ამ მოძღვრების მიღებით ყველა შეუძლია, ხო? აი მაშინ რა ფუნქცია ძალიან ისეთ სიტყვას ვფარო, მაგრამ რა ფუნქცია რჩებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთის სახელით ადამიანებს ემსახურებიან, როგორც თქვენ ბრძანეთ. მესმის თქვენი შეკითხვა შეიძლება თავიდან რაღაც არასწორად მიმართულებით წავედი. უყურეთ რა თქვენ ასე დააყენეთ საკითხი, რომ მაგალითად ვარ მორწმუნე, ჯერა იმისა, რაც ყველაფერი უფალმა თქვა და წმინდა წერილს. ჯერა აბსოლუტურად ერთპიროვნო. წერილს იცნობთ, მაშინ იმ წერილში ასეთი რამ წერია, რომ უნდა მოინათლოთ, ხო მართალია? ვინ უნდა მოგნათლოთ? საკუთარ თავს თვითონ მონათლავ? ვერ მომნათლავ ალბათ ხო ვერ. ვერ მონათლავთ, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ მონათლავ, ამ საიდუმლოებას საკუთარ თავზე ვერ აღასრულებთ. ამიტომაც ეს მღვდლობა დაწესებულია, იმიტომ რომ ქრისტე აღასრულებდა ამას და ეხლა აღასრულებენ მისი მოციქულები იმ ჯატვის გარდამოცემით, ესე შეიძლება რომ მან თავისი მოციქული რომ აკურთხა და მოციქულმა თავის მოწაფე და ეს უწყვეტი ჯაჭვი მომდინარეობს ჩვენამდე. ისევე როგორც ვერ აღასრულებთ ნათლობას, ვერ აღასრულებთ სხვა საიდუმლოებებს. სხვა წესის აგებას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. აი ამას ყველაფერს ჭირდება მღვდლის მსახურება. და ეს გახლავთ სწორედ მღვდლის მსახურება ვიღაცისთვის შეიძლება აი მე გითხარით კიდეც დასაწყისში ჩვენი გადაცემისა რომ ძალიან აქტუალური გახდა რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს შეიძლება ვინმე ესე თქვას ან შენდობა საერთოდ ზოგადად მსახურება რა გჭირდება რა ხო არაფერი მივალ და მე თვითონ აღსარებას ხატს ვეთქვი იმიტომ რომ თქვენ ხო ამბობთ რომ ხატი ცოცხალია ხო შეუძლია ჩემი მოსმენა ხატი მომცემს შენდობას მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის იმიტომ რომ ეს მღვდელმოქმედება რაღაცა ყველა შემთხვევაში ამ მატერიასთან შეხება არის იმიტომ რომ პურისა და ღვინის სახით არის მაგალითად ზიარება დაწესებული და ამის კურთხევად როდესაც ხდება ქრისტე ღმერთო შენ აკურთხევ ამბობ და არა ვთქვათ მე კახაბერმა უნდა ვაკურთხო რომელიც ჩემი ხელიდან უნდა მიიღო იმიტომ რომ იქვე წერია სადაც წერია რომ ნათლობა აუცილებელია იქვე წერია რომ ვინც არ ჭამს აი ამ ხორცს და ვინც არ სვამს აი ამ სისხლს ის არ არის ჩემ
ჩემთან თანაზიარებაში არ არის ის ჩემი ღირსი. ანუ შეიძლება ესე ითქვას, რომ ქრისტესთან თანაზიარება შეუძლებელი ამ ზიარების გარეშე. ამ ზიარების საიდუმლოებას როგორ აღასრულებს ადამიანი დამოუკიდებლად? მარტო. ანუ მარტო წმენა საკმარისი არ არის, როგორც დავადგინოთ, მე მინდა რომ უფრო აქცენტები დავსვათ. როგორც ჩანს, მარტო წმენა ადამიანისთვის, რომ მას წამს უფალი, ეს არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ შენ იმ მართლაც ეზიარო ბოლომდე ამ რწმენას, აუცილებელია ამ ცხოვრების წესით ცხოვრება. მივდივართ აქამდე, ხო? ანუ ზიარება, მარხვის დაწერა, დაჭერა და ასე შემდეგ, რაც არის შემდგომ უკვე ამ ინსტიტუციის, რასაც ეკლესია ქვია, აი ამ ადგილის, სადაც არიან თავმოყრილი სწორედ ეს დიდი სიწმინდეები, ამ ყველაფერთან ზიარება და დაცვა. ანუ მე მარტო რწმენა არ მშველის, ხო, იმისათვის, რომ უფალთან ახლოს ვიყო. საქმე რაში არის, იცით, რომ მაშინ უნდა განსაზღვროთ სიტყვა რწმენა რა არის და იმის მიხედვით ვილაპარაკოთ. ესა ძალიან მნიშვნელოვანია. რწმენა, ასე წერია წმინდა წერილში. რწმენა არის დაჯერება უხილავისა. დაჯერება უხილავ, თუმცა კი, აი ქართული, ხო, აი ქართული სიტყვა შეიძლება ზუსტად ისე ვერ გადმოსცემს ამას, რა იგულისხმება ამ რწმენაში, იმიტომ რომ მე მწამს ღმერთი არ გამოხატავდე შეიძლება ბოლომდე ამ რწმენას და განწყობას. დიახ, განწყობას, რომ რას გულისხმობს ეს ჩემი რწმენა. მე რომ მწამს რომ არსებობს ღმერთი, ეს შეიძლება საერთოდ არაფერს არ ცვლიდეს ჩემთვის. აი მაგალითად რაღაცა მწამს რომ რაღაცა აღმოაჩინეს პლანეტა. კი ბატონო, დავიჯერე, მეცნიერმა თქვა ვიღაცა, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა ჩემში. კი ბატონო, არსებობს პლანეტა, ნუ აღმოაჩინე. აქამდე ეგონათ რომ არ იყო და ეხლა აღმოაჩინეს ყოფილა თურმე და რაღაცა ვარსკვლავი ეგონათ და აღმოჩნდა რომ რაღაცა პლანეტა ჩვენთან ახლოს. ნუ ვარსკვლავის პლანეტაა, მაგრამ პირობითად ვამბობ. ეს არაფერს არ ცვლის. ნათობია. ამ რწმენაზე კი არ არის ლაპარაკი რომ ღმერთის არსებობისა მჯერა. რასაც მეუბნება იმის თუ მჯერა. იმაში თუ ვუჯერებ, რასაც მეუბნება. აი ეს არის ნამდვილი რწმენა, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი შედარება შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ეშმაკებს რომ სჯერათ ღმერთის არსებობისა, ისე ადამიანებს არ სჯერათ, იმიტომ რომ იმან ზუსტად იცის რომ არსებობს. ეჭვი არანაირად არ ეპარება იმას და ჩვენში მაინც ხანდახან ურწმუნოების ის ხო წამოვა ხოლმე რომ რაღაცა ნეტა არის თუ ნეტა არ არის, შეიძლება ეს ნებისმიერ ადამიანს მოვიდეს. ნებისმიერს მოვიდეს და ეშმაკს არასდროს მსგავსი აი მერყეობა არ გააჩნია, ზუსტად იცის რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ განსხვავება იცით რა არის, რომ რაც ღმერთის ნება, მისი ნება არ არის ეს. ამიტომ ეთანხმება თუ არა ჩემი ნება მის ნებას, ეს არის უკვე დაჯერება, ეს არის ამ რწმენის გამოვლენა სრულად. ამიტომაც, როდესაც ვამბობ, რომ რწმენა არის თუ არა საკმარისი, გააჩნია რომელ რწმენაზე ვლაპარაკობ. თუ ვამბობ, რომ ღმერთის არსებობისა მჯერა, ეს არ არის საკმარისი. მაგრამ თუ ვამბობ, რომ მჯერა ის, რასაც მეუბნება და მასწავლის როგორ უნდა ვიცხოვრო და ცხოვრების წიგნად აქვს ჩემთვის მოცემული მაგალითად ბიბლიური წიგნები, განსაკუთრებით ახალი აღთქმა, რომელიც მოძღვრებაა ქრისტესი და მისი ქადაგება, მისი შეგონება, როგორი უნდა იყოს, თქვათ, ქრისტიანი ადამიანი, ზოგადად ადამიანი და ნუ ქრისტიანობას დავანებოთ თავი, ამ შემთხვევაში, აი ამ შემთხვევაში თუ კი ამისი მჯერა უკვე გამოვდივარ საიდან, რომ ის ამბობს, რომ ნათლობა აუცილებლად ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, ის ვერ იხილავს აი ამ საღვთო ნათელს. ესე იგი, ამ რწმენაში, რასაც თქვენ გულისხმობდით, ბატონო გოგა, თუ გულისხმობ, რომ მხოლოდ მჯერა არსებობისა არაფერს არ ცვლის. არა, იმ ცხოვრებითაც ვცხოვრობ, უბრალოდ კიდევ აუცილებელი ყოფილა, რომ მივიღო ყველა ის საიდუმლოება, რომელიც ამ შემთხვევაში დაკავშირებულია ამ რწმენასთან. დიახ, რა თქმა უნდა, რწმენის გამტკიცებასთან. რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა დავადგინეთ, მამა კახაბერ, რა ერთი ძალიან დავჩაგრეთ მე მგონი. ერთი კითხვა მაქვს და აი გოგას კითხვა შევდივარ. აი რა თვალებია, რა მნიშვნელობა აქვს, თქვათ იგივე, აი ფიზიკურად რომ უნდა შეასრულოს ეს საიდუმლოებები, მაგრამ ეს დავადგინეთ მღვდელის ფუნქციები. აი იერარქია ჩემთვის საინტერესო. ეს ყველაფერი მივიღე მომნათლეს კიდეც, შემდგომ აღსარებაზეც დავდივარ. ჩვეულებრივი მღვდელი, რომელიც არსებობს ამ შემთხვევაში, რომელსაც აქვს ამის უფლება, აი შემდგომ იერარქიული საფეხურები რატომ არის აუცილებელი ეკლესიაში? ეს ადმინისტრაციული მოწყობის შედეგი დაგითხრათ. თუმცა კი ესეც აუცილებელია ეს ადმინისტრაციული ინსტიტუცია მიარსებოს, ხო, გამართულად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ხა წარმოიდგინეთ, რომ ეკლესიას არ ყავდეს წინამძღვარი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ უნდა იზრუნოს ამ ყველაფერზე და ესე მიშვებული რო იყოს ყველაფერი, ხო იქ ხო საქმე არ გაკეთდება რეალურად, იმიტომ რომ ერთი არის თქვათ მოძღვრება, რომელსაც ის უნდა ქადაგებდეს და თავის საქმეს ასრულებდეს
მოვხდეს და მეორეა რომ ტაძარი რომ გაბარია ეხა იქვები არ უნდა ცვიოდეს ხო მართალია რაღაცნაირად ეს წესრიგში უნდა იყოს და სისუფთავე უნდა იყოს და კიდე უამრავი 1000 რაღაც ადმინისტრაციული საკითხია თუნდაც ეხა საპატრიარქოდან თუ დავიწყებთ თუმცა კი ეს მღვდლობას არ ეხება საერთოდ მაგრამ მაინც გეტყვით რომ საპატრიარქოც რა არის საპატრიარქოც ადმინისტრაციული მმართველობაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა რეალურად ესე არის მაგრამ ჩვენ თუ სულიერ მხარეს შევხედავთ აქ სულ სამი საფეხურია ეს არის დიაკონი მღვდელი და ეპისკოპოსი სხვა ყველაფერი დანარჩენი რა სახელიც არ უნდა გაიგონოთ თქვენ ეს არის ადმინისტრაციული თანამდებობა ხო ადმინისტრაციული თანამდებობა აი ჩემზე მაგალითად შეიძლება წარწერა ნახოთ რომ დეკანოზი მღვდელი ვარ ჩვეულებრივი ეს დეკანოზობა არის რაღაცა გარკვეული ჯილდო რომელიც რაღაცა გარკვეული დამსახურებისთვის ეძლევა ადამიანებს თუმცა კი პატრიარქი ამბობდა რომ ავანსად გეძლევათო ესა ასეთი უნდა გახდეო და მე ყოველთვის ეს მახსოვს რომ ესე იგი იმიტომ კი არა რომ დავიმსახურე იმიტომ რომ ავანსად მაქვს მოცემული და უნდა გავხდე და ნებისმიერი სხვა მდგომ აი პატრიარქზეც როდესაც ვლაპარაკობ პატრიარქიც ჩვეულებრივი ეპისკოპოსია უბრალოდ ეპისკოპოსთა დასისგან არის არჩეული წყემსთავრად მამამთავრად წინამძღვრად სინოდის თავმჯდომარედ და ასე შემდგომ ამიტომ ეს ადმინისტრაციული მმართველობა კიდე სხვა საკითხია მაგრამ ჩვენ თუ სულიერზე დავბრუნდებით არის ამ სულიერ საკითხში ეს სამი საფეხური როგორც გითხარით ითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება იმითი რომ მაგალითად დიაკონი საიდუმლოებებს არ აღასრულებს დაყოფილია ეს დიაკონის უკვე სასულიერო პირია მაგრამ მას არ აქვს საიდუმლოებების აღსრულების უფლება ის არის მხოლოდ დამხმარე და ეს არის გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი რომ მან ისწავლოს მღვდლობა და როგორ ხდება ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასვლა აი რაღაცა გარკვეული პერიოდი ეძლევა ადამიანს თუ მისი რაღაცა საქმიანობიდან გამომდინარე მისი საქციელი გარკვეული გამონაკლისები არსებობს რომ ძალიან მალე მომხდარა ესეთი ამბავი ეკლესიის ისტორიაში არის რომ ეკლესიას დასჭირდა და რაღაცა თქვათ ერთი კვირის განმავლობაში უმაღლეს შეიძლება იერარქიულ საფეხურზე აიყვანეს ერისკაცობიდან თქვათ რაღაცა მღვდელმთავრობამდე ადამიანი თუმცა კი ეს გამონაკლისია და ამ გამონაკლისებზე არ ვილაპარაკებთ ეს არის ადამიანი უნდა მოამზადონ ამისთვის ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება იმიტომ რომ მღვდლობა ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანებს ესე წარმოუდგენიათ ძალიან რთული საქმე ხა წოწონით არ ვიტყვი ამას ძალიან რთული მისია არის, იმიტომ რომ ძველ ეკლესიას სხვათა შორის კარგი წესი ჰქონდა. ყველა მღვდელს არ ჰქონდა ქადაგების უფლება. ყველა მღვდელს არ ჰქონდა აღსარების მიღების უფლება. თქვათ იქ წირვალოცვაზე შეიძლება მდგარიყო შეესრულებინა, მაგრამ ამ უფლებებს ანიჭებდნენ გარკვეული დროის მერე, როდესაც ის გარკვეულ გამოცდილება შეიძენდა, იმიტომ რომ აღსარებები უმძიმესია, მინდა გითხრათ, აღსარებებზე ჯდომა ადამიანები, რასაც მოდიან და საუბრობენ, აი მე ფსიქოლოგს ვკითხე, რომ მაქსიმუმ 10 ადამიანი მიიღოს დღეში და შენთან შეიძლება 100 მოვიდეს და იმ ფსიქოლოგთან ისეც ვერ ყვებიან, კიდე აქ რო ყვებიან ნუდლად და ეს არ არის ადვილი საქმე. ამის გარდა თვითონ ღვთისმსახურება ეს ხო არ არის რაღაცა საოფისე საქმე რო იქ მიხედი რაღაცა ქაღალდი გაჭერი დაჯექი და კომპიუტერში აკრიფ ღვთისმსახურებაში იხარჯები ადამიანი თუ რაღაცა ეს შენი შინაგანი მდგომარეობა არ გამოხატავს ამას მხოლოდ გარეგნული თუ არის რაღაცა საცეცხლურის ქნება შენი მხრიდან ნუ მაშინ არ დაიღლები ნამდვილად დიდ ენერგიას იღებთ და დიდ ენერგიას გასცემთ ამას ღმერთი რომ არ აძლევდეს ვერც ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებდა ამას ჩემი გამოცდილებით გეუბნებით რომ ნამდვილად საღვთო მადლით ხდება რომ ადამიანი გასწევს ამ მღვდლობას და შეძლებს მაგრამ მღვდლობა არ არის აუცილებელი ბერობა მღვდლობისთვის ჩვენთან ეს მოწყობა არ არის რომ აუცილებლად ბერი უნდა იყოს დიახ არის ეკლესიები აი მაგალითად კათოლიციზმში სელიბატიზმს ეძახიან ამას რომ უცოლო უნდა იყოს ყველა შემთხვევაში სამღვდელოება თუმცა კი ბერობას არ თხოვენ მაგრამ უცოლოებას თხოვენ ჩვენთან შეიძლება რომ იყოს ცოლშვილიანი სამღვდელოება ესე პირობითად ეძახიან თეთრს და შავს იმის მიხედვით რომ ბერი არის თუ არა ბერი შეიძლება მთელი ცხოვრება ბერი იყოს და მღვდლად არ ეკურთხოს მას არ ქვია სასულიერო პირი ამ იმიტომ რომ ის არ აღასრულებს არანაირ მსახურებას გარდა თავის ბერული კანონისა. ბერობა პირადი აღთქმაა და ეს მისი ურთიერთობაა მონასტერთან და ღმერთთან, უბრალოდ ღმერთთან და მონასტერთან. მამაკაცებია ერთი კითხვა გამიჩნდა. თქვენ მეგობრობთ ერთმანეთთან ხო ასეა? თანამშრომლობთ ყოველ ორ შაბათსვეტებით ერთმანეთს და იმედა გოგამ არ ვიცით, თქვენ რა გზა გაიარეთ პირადად, როგორ მოხდით ეკლესიაში და როგორ დაიწყო ეს? თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რამდენად მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, თუმცა კი რა ვიცი, გეტყვით, რომ მე დავიბადე ისეთ ადგილას, სადაც უახლოესი ეკლესია იყო ალბათ 30-40 კილომეტრში. მღვდელი საერთოდ თვალით არ მყავდა ნანახი. ჩემს ოჯახშიც მონათლული არავინ არ იყო საერთოდ.
მე თვითონ მოვინათლე ვიყავი 17 თუ 18 წლისა. ნუ უკვე შეგნებით ესენი. რაღაც ეს გადატრიალება ჩემში მოახდინა ჩვენთან მოსულმა მასწავლებელმა, რელიგიის მასწავლებელმა, რომელიც სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. მაშინ დღეს ისიც მოძღვარია. მაშინ ერისკაცი იყო და რაღაცნაირად დავიწყეთ ეს საუბრები, რაღაც ეკლესიაში წაგვიყვანა, სასულიერო პირები გაგვაცნო, რაღაცა ჩავერთე ამ ინტერესი გაჩნდა. მე სტუდენტი გავხდი თბილისში, მომიწია საცხოვრებლად გადმოსვლა და ისე გურიაში ვცხოვრობდი და აქ რომ სტუდენტი გავხდი, პარალელურად ეკლესიაში დავდიოდი, აღმოჩნდი რაღაც პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან სიონში სტიქარი ჩავიცვი და იქ მსახურობდი. მოკლედ მე დავითნეობა და წიგნები მაინტერესებდა ყოველთვის და ვისწავლე მე დავითნეობა და ასე მე დავითნეობით აღმოჩნდი უпроსწორად და თან სტიქარი მეცვა პატრიარქთან და პატრიარქმა მითხრა რომ უნდა ჩააბარო სასულიერო აკადემიაში. ეს ამბავი მართლა ძალიან საინტერესოა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და მეუბნება ამას დაახლოებით არის მაისის თვე და აგვისტოში გამოცდებია სემინარია აკადემიის და მე ვუთხარი რომ მუშაობ მეთქი თქვენ უწმინდესობავ და ფიზიკურად შეიძლება ვერ სამი შვილი მყავდა მაშინ და მე ვთხარი სამი შვილი მყავს რო არ ვიმუშაო არ გამოვა იქ ლექციებს თუ გააცდენ მე ვთხარი რა აზრი აქვს ეგეთ სწავლას და შენო ჩააბარეო და ყველაფერი დაალაგდებაო. წამოვედი ახლა იქიდან დამეწყო ეს შინაგანი რაღაცა ღელვა რომ ეხა რო ჩავაბარო ვფიქრობ იქ სამსახურს რა უყო იქ რაღაცა ცოლშვილი როგორ იქნება. აი რაღაცა ძალიან ყოყმანი მქონდა და ერთი ადამიანი შემხვდა მითხრა რომ რას გელაპარაკებოდა უწმინდესიო და რომ ვუთხარი. აბა გილოცავ ესე იგი აბარებოდ. მე ვთხარი რას ვაბარებ როგორ პატრიარქმა გითხრაო ამაზე დიდმა ვიღარ უნდა გითხრასო და ისე შემრცხვა საკუთარი თავის და ნუ მოვემზადე დავჯექმემზე ჩავაბარე. 14 სექტემბერს ყოველთვის პატრიარქი იხდიდა სწავლის დაწყების პარაკლისს. სიონის საკათედრო ტაძარში ვართ, იმოსება პატრიარქი და მე მგონია რომ მას აღარ ახსოვს ეს ამბავი. თქვა და მორჭა. საგანგებოდ დამეძახა და მითხრა რომ რაკენიო მე რომ გთხოვეო ჩაბარებაზეო და აი გულწრფელად გეტყვით, აი მაშინ ფიქრობდი რომ ეხლა რომ მე უარი იცით რა მე არ ჩავავდი. აი მაშინ ხომ იწა ალბათ გამისკდებოდა იქ და რომ ვუთხარი რომ დიახ თქვენ უწმინდესობავ ჩავერიცხე სტუდენტი ვარ მეთქი პატარა ბავშვი რო რაღაც გაუხარდება საჩუქარი აი ესე გაეხარდა და მითხრა რომ აი ძალიან კარგად უნდა ისწავლოო და კარგი თუ ეცდები მეთქი და სასწაული იცით რა იყო რა სიტყვაც მან მითხრა რომ შენ ჩააბარე და ყველაფერი დაალაგდებაო სექტემბერში 14-ში ხო სწავლა დავიწყეთ. ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩემს სამსახურში 2 წლა გაკეთდა და შეგეძლო მეორე წლაში გემუშავა. აი. და იქ ლექციებს არ ვაცდები და აქ მეორე წლაში ვმუშაობ. ეს ჩემს თვალწინ მომხდარი ესეთი ფაქტია და მე აკადემია დავამთავრე და მე უწმინდესმა ესე თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც ჩემს შესახებ იყო საუბარი და მე სამების საკათედრო ტაძარი იყო ახალგახსნილი რომ ხელი დამასხა მაშინ სასულიერო პირი გავხდი 2024 წელს. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერს იმ ძალიან საინტერესო განმარტებებისათვის, რომელიც ჩვენც მივიღეთ. ალბათ კითხვებზე პასუხი კითხვები კვლავ იქნება, პასუხებს კვლავ მივიღებ. შეიძლება რაღაცა ბოლომდე მაინც დარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რელიგიას არასოდეს არ აქვს. შაბათს ეს რუბრიკა გოგო რომ ყველა კითხვის ზუსტი პასუხი არ არის, ზუსტი მეცნიერება, რომ ზუსტი მეცნიერებას არ აქვს პასუხი ყველაფერზე. აქ არის ერთი რამ, ან იღებ ან არ იღებ, ან გწამს, ან არ გწამს და ან გინდა რომ იცხოვრო ისე, ან არ გინდა. ეს არის, აი ამ ჭიდილში ვარ, თუ ნაწილობრივ, ნუ ხანდახან ზოგი ნაწილობრივ ცდილობს რომ ბოლომდე არ გამოსცის, მაგრამ რომ ცდილობა მაინც ძალიან კარგია. ერთადერთი რაც არის ათუფალმა გვითხრა, რა თქმა უნდა. ვიტყვი იმას რომ რაღაცა გარკვეული ბარიერი თითქოს მაინც არსებობს სასულიერო პირთან ურთიერთობაში. არსებობს. და მე მინდა ყველას უთხრა, ყველას მოუწოდო რომ არ შეგეშინდეთ ამ ბარიერის არც სასულიერო პირთან ურთიერთობისა, იმიტომ რომ არჩევანიც არსებობს თუ ამასთან რაღაც არ მოგეწონება სხვასთან წახვალ და თავარია რას ეძებ შენ? ვინც რას ეძებს იმას პოულობს. თუ იუდას მოძებნი იუდას იპოვი. თავარია სურვილი პეტრეს მოძებნი პეტრეს იპოვი. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი რამ რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ანგელოზები რო დაენიშნა მღვდლებად ეხა ღმერთ წარმოგიდგენეთ ანგელოს როგორ უნდა უთხრა? არაფერი რო არ დაუშავებია ცხოვრებაში იმას შენი დანაშაულზე როგორ უნდა ელაპარაკო და
მე რომ შენს დანაშაულზე მელაპარაკები, მეც ხომ იგივე მაქვს გაკეთებული ბავშვობაში თუ ბავშვი ხარ, დიდობაში თუ დიდი ხარ, ხო ეხლა შეიძლება მთლად ყველაფერი ისე არა, მაგრამ ადამიანურად მიიღებთ. ამიტომაც არ გქონდეთ ეს ბარიერი მოხსენით რაღაცა ეს რაღაცა ფსიქოლოგიური ბარიერი. და დასვით ყველანაირი კითხვა, რომელიც მოგევათ რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ყველანაირი. არ მოგვერიდოს ამის, როგორც მე მაგალითად არ მერიდება და სულ ყველანაირი კითხვაც შეიძლება იყოს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, მამაკა ხაბერსკი, შემდეგ ორ შაბათს შევხვდებით.